გავესი ბრძანება ორი ბირთვული წყალქვეშა ნავი შესაბამის რეგიონში განთავსდეს. არა, არ გავგიჟებულ ვარ, უბრალოდ ტრამპს ვციტირებ თავისი სოციალური ქსელით რუსიდან. დღეს 1 აგვისტოა 2025 წელი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1254 დღე გავიდა. მე რატი ვარ მუნჯერი ჟურნალისტი და ვსაუბრობ იმაზე თუ რა ხდება უკრაინაში. უფრო სწორედ დღეს ვიმსჯელებ იმაზე თუ რა ხდება უკრაინის გარშემო. ეს განცხადება, რომელთაც დავიწყე ვიდეო სულ ცოტა ხნის წინ დაპოსტა ტრამპმა და ის იყო პუტინის არა და მედვედევის პასუხად, სადაც მედვედევის ბირთვული რიტორიკა იყო გაჟღერებული და სადაც ის ტრამპს პერსონალურ შეურაცხყოფებსაც აყენებდა. თუმცა ეს არ არის ყველაფერი, რაც დღეს მოხდა. დღეს ასევე პუტინმა როგორც იქნა პასუხი გაცა ტრამპს და ასევე მანამდე ძალიან ერთ-ერთი ყველაზე მასირებული და მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა კიევის ამ შემთხვევაში კონკრეტულად საცხოვრებელ რაიონზე, რასაც მოყვა 20-ზე მეტი ადამიანის მსხვერპლი, მათ შორის ბავშვებისაც. მოკლედ, ვაჯამებთ იმას თუ რა ხდება უკრაინაში და მის გარშემო. მადლობა ყველას, ვინც უყურებთ ვიდეოს, აშარებთ თქვენ სოციალურ ქსელებში, ალაიქებთ მას, თქვენ კი ვისაც ჯერ არ გამოგიწერიათ არხი, გთხოვთ გამოიწეროთ. მოკლედ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დღეს პუტინმა ტრამპს უპასუხა. და თუ კი აქამდე დუმილით აიგნორებდა მას, დღეს ხმა მოიღო და პრაქტიკულად უთხრა, რომ ფეხებზე ჰკიდია ტრამპის მოქმედება. არ აინტერესებს რა უნდა ტრამპს და მით უმეტეს არ აინტერესებს მშვიდობის დამყარება უკრაინაში. პუტინმა დღეს თქვა, რომ მისი მიზნები არ შეცვლილა და რომ ეს მიზნები არის უკრაინის 4 რეგიონის, საუბარია ლუჰანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე და ხერსონი, ყირიმზე ვერაფერი ვთქვათ. აი ამ რეგიონებიდან უკრაინული ჯარების გასვლა და ამ 4 რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში აღიარება მთელი მსოფლიოს მხრიდან. ჯერ ერთი ეს შეცვლილი რიტორიკა არის, ომის დასაწყისში სულ სხვა მიზნები და მოთხოვნები ჰქონდა პუტინს, თუმცა დღეს უკვე ამბობს, რომ აი ეს არის წინაპირობა იმისთვის, რომ მშვიდობა დადგეს. და აღსანიშნავია, რომ იქვე დაამატა, რომ თუ კიევი დღეს არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის, არაუშავს ჩვენ დავიცდით, როცა მზად იქნებაო. უნდა აღინიშნოს, რომ ზელენსკი ძალიან მალე უპასუხა პუტინის ამ მიმართვას, მიუხედავად იმისა, რომ პუტინის მიმართვა პრაქტიკულად ტრამპს მიემართებოდა, ზელენსკიმ თქვა, რომ დროა შევწყვიტოთ განცხადებების გაცვლა და გადავიდეთ ლიდერების შეხვედრაზე იმისთვის, რომ მშვიდობა დადგესო. ეს ამერიკის იდეაა, კიევიც თანახმა ამ იდეისთვის და ახლა მთავარი არის მოსკოვი რას იზამს, იმიტომ რომ ზელენსკის ყველაზე კარგად ესმის, რომ ამ ომის შეწყვეტის ერთადერთი ჯადოსნური ჯოხი უჭირავს პუტინს ხელში და არავინმე სხვას, მათ შორის არც ამერიკის პრეზიდენტს არ აქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ დაიქნიოს და პუტინი აიძულოს ომის შეწყვიტოს. თუმცა, რა თქმა უნდა, ტრამპს და ზოგადად დასავლეთს აქვს საშუალება, რომ ზეწოლა მოახდინონ პუტინზე, იმისთვის, რომ პუტინის, ასე ვთქვათ, ეკონომიკა დასუსტდეს და იძულებული გახდეს ომი შეაჩეროს. მოდი აგვიდგინოთ მოვლენები, როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე, როდესაც ტრამპმა პუტინმა პრაქტიკულად ტრამპის საბოლოოდ უარი უთხრა, ხოლო ტრამპმა ბირთვული ნავები დაძვრა შესაბამის რეგიონში. მოკლედ, ძალიან ასე ვთქვათ, ტრამპი მოწადინებული იყო მშვიდობისთვის, ის მან თითქმის ყველანაირი დათმობა გააკეთა, რაც შეეძლო პუტინის წინაშე. ის კი არა მზად იყო ყირიმი ეღიარებინა და ასევე ერთი პერიოდი უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტა, თუმცა ამითი პუტინის გული ვერ მოიგო. პუტინის გული ვერ მოიგო ვერც იმით, რომ ზელენსკიზე ცდილობდა ზეწოლას და საბოლოო ჯამში, როგორც გაირკვა, ტრამპი გააღიზიანა იმან, რომ ძალიან კარგი სატელეფონო საუბრების შემდეგ პუტინი გამუდმებით ბომბავდა უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს. და მოკლედ ეს რომ ყელში ამოვიდა ტრამპს, მან მიცა 50-დღიანი ულტიმატუმი პუტინს იმისთვის, რომ ომი შეეწყვეტა. შემდეგ სრული დუმილი რუსეთისგან პესკოვმა კითხვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა, თუმცა პუტინი თვითონ გააკეთებს კომენტარს, მაგრამ ეს კომენტარი არასდროს არ მოხდა და შესაბამისად ტრამპმა ეს 50 დღეს შეამცირა 10 დღემდე და მე არც ამ 10 დღეს არ დაელოდა და უკვე დღეიდან, ანუ 1 აგვისტოდან
ინდოეთს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორს რუსეთისას დაუწესა დამატებითი ტარიფები და სანქციები. ამაზე საპასუხოდ თვითონ ინდოეთმა თქვა, რომ დაყვება ტრამპის მოთხოვნებს და შეამცირებს ან საერთოდ შეწყვეტს ურთიერთობას, სავაჭრო ურთიერთობას პუტინთან, თუმცა ამის საპასუხოდ თავად ტრამპს თქვა, რომ არ იცის რამდენად საკმარისი იქნება ეს იმისთვის, რომ თქვათ პუტინი აიძულოს ომი შეწყვიტოს. ამის პარალელურად ტრამპი მიმართავს გაეროს და ამბობს, რომ თუ 8 აგვისტომდე რუსეთი ომს არ შეწყვეტს, ის უფრო აქტიურ მოქმედებებზე გადავა და პუტინი რომ ამბობს არ შეწყვეტს, ეს ხომ ისედაც ცხადი იყო, თუმცა დღეს კიდევ ერთხელ ვერბალურად მან ეს დაადასტურა და არა მხოლოდ ვერბალურად, დღეს როგორც აღვნიშნე კიევში გლოვის დღეა, რადგან აი ამ განცხადებას წინ უძღოდა ერთ-ერთი ყველაზე მასირებული და სასტიკი სარაკეტო იერიში კიევზე. რისი იმედი აქვს პუტინს? პუტინი 25 წელზე მეტია ძალაუფლებაშია და ამ დრომდე ყველაფერი გავიდა, რაც მოინდომა. და ეს, რა თქმა უნდა, მას აძლევს ამ მადას, რაც აქვს და ეხა ვერაფრით ვერ ეგუება იმას, რომ კიევს აწვდია, არ გამოვიდა. არ გამოვიდა კიევის აღება და არათუ კიევის აღება და უკრაინული ხელისუფლების ჩამოშლა, არამედ იმ 4 რეგიონსაც კი ვერ იპყრობს სამხედრო ძალით, რომელიც მან საკუთარ კონსტიტუციაში შეიტანა. და ახლა უნდა რომ როგორღაც გამოივაჭროს ეს 4 რეგიონი. პუტინს ესმის, რომ მიუხედავად საერთაშორისო სანქციებისა, მათ შორის სანქციებისა, რომელიც შეიძლება ტრამპმა დაადოს მეორე ქვეყნებს, ანუ მეორეული სანქციები, მიუხედავად ამისა, მას საკმარისი ეკონომიკა ექნება იმისთვის, რომ ეს გამოფიტვაზე ომი გააგრძელოს. მე არა ვარ ეკონომისტი და თქვა რაღაცა ეკონომიკურ გათვლებს ვერ შემოგთავაზებ, თუმცა რამდენიმე უკვე მომხდარი ფაქტი რომ ავიღოთ და უბრალოდ ლოგიკურ მსჯელობას გავყვეთ, რა ხდება? რუსეთის ბიუჯეტში დეფიციტია და ამას თვითონ კრემლშიც არ უარყოფენ. დეფიციტი ბიუჯეტში ნიშნავს იმას, რომ არ არის საკმარისი თანხები. ეს თანხები კიდევ უფრო შემცირდება, თუ კი საერთაშორისო ვაჭრობა შემცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ფული პუტინმა საიდანღაც უნდა მოიტანოს იმისთვის, რომ ომის წარმოება გააგრძელოს. საიდან შეიძლება ეს მოიტანოს და პირველ რიგში ბიუჯეტის სხვა ნაწილებიდან და ეს სხვა ნაწილები იქნება სოციალური ნაწილები. ანუ უკვე თუ კი აქამდე თქვა ერთი რიგითი რუსი, რომელიც თქვა რუსეთის ევროპულ ნაწილში ცხოვრობს, ისე ვერ გძნობდა ომს, ახლა უკვე ნელ-ნელა ისიც იგრძნობს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. თუმცა პუტინს იმედი აქვს, რომ რუს ხალხს ყველაფერს აჭმევს, იმიტომ რომ აი ეს რაღაცა დიდი ლოზუნგი, რომ ის იცავს რაღაც წმინდა რუსს და ის დამპალი დასავლეთისგან და გარყვნილი დასავლეთისგან უნდა დაიცვას აი ეს რაღაცა სივრცე, ამითი გადააგორებს და ამითი მიიყვანს თავის მიზნებს ბოლომდე. აქვე უნდა აღენიშნოს, რომ სულ უფრო ხშირი ხდება დრონებით თავდასხმა რუსეთის ევროპულ ნაწილზე, მათ შორის სულ უფრო ხშირი ხდება აეროპორტების, რუსული აეროპორტების შეფერხებით მუშაობა და ასევე ჩვენ ვნახეთ პაუცინა 1 და პაუცინა 2, რომელიც რუსეთის ძალიან სიღრმეებში განხორციელა და თქვათ ბირთვულ ტრიადაზე იქნა მიტანილი იერიში აი ამ ოპერაციაზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ და ასევე არა ნაკლებად მნიშვნელოვანი რამე ვნახეთ, როდესაც აეროფლოტზე მოხდა ჰაკერული თავდასხმა და პრაქტიკულად შეაფერხა ეს რუსული გიგანტი. ამ მსგავსი თავდასხმები რუსეთზე როგორც ჩანს გახშირდება, იმიტომ რომ უკრაინა გარდა იმისა, რომ იღებს ნებართვას დასავლეთისგან რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედების, ასევე იღებს შესაბამის მხარდაჭერას და შესაბამის შეიარაღებასაც, როგორც მას პირდებიან. უნდა აღინიშნოს, რომ პუტინი მთელი ამ 25 წლის განმავლობაში მიხვდა, რომ დასავლეთთან მშვიდობიან კონკურენციაში რუსეთი უბრალოდ განადგურდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ დასავლეთივე არაერთხელ დაეხმარა რუსეთს იმისთვის, რომ გადარჩენილიყო, იმდენად უუნარო ქვეყანაა მაინც ეს რუსეთი, რომ მშვიდობიანობის პერიოდში შანსი არ ჰქონდა კონკურენციაში შესულიყო დასავლეთ ცივილიზაციასთან და ამიტომ პუტინმა იფიქრა, რომ აი ამ გარდაუვალ კრახს, ასე ვთქვათ, დაასწრებდა იმ ველზე მოგების გაფორმებით, რაშიც ის თვლიდა, რომ მაგარია. და ეს რა თქმა უნდა ომია, იმიტომ რომ თუ კი ვინმე აწარმოებს ომებს ჩვენს გარშემო, ეს რუსეთია და ბოლოს უბრალოდ აღმოჩნდა ის, რომ ამ ომშიც ვერ ყოფილა ესეთი ძლიერი, როგორც ეგონა და ჩვენ აგერ ვხედავთ, რომ 3 წელიწად ნახევარია მიმდინარეობს ეს ომი და უკვე აღარ იმალება და მათ შორის ამერიკის პრეზიდენტიც ამბობს, რომ რუსებმა 1 მილიონი ჯარისკაცი დაკარგეს. აქ არ იგულისხმება 1 მილიონი გარდაცვლილი, აქ იგულისხმება გარდაცვლილები, დაჭრილები, დასახიჩრებულები, უგზო-უკვლო დაკარგულები. აქვე შეიძლება ითქვას უკრაინულ დანაკარგზეც და ეს არის
1 3-თან შეფარდება, ანუ შეტევაში მყოფი დანაყოფი 3-ჯერ მეც კარგავს, ვიდრე თავდაცვაში გამაგრებული დანაყოფი და თუ კი ასევე ჩვენ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო პრაქტიკულად წელიწად ნახევარი 2 წელიწადია ესეთ პირდაპირ ბრძოლები აღარ მიმდინარეობს და რაცა სიკვდილის ზონაა შექმნილი დრონების მეშვეობით, აქ შეიძლება ამ დანაკარგების თანაფარდობაზე ვიმსჯელოთ, თუმცა ავიღოთ 1 3-თან და მილიონ რუსზე 3-ჯერ ნაკლები უკრაინელი მოდის. რა თქმა უნდა, ეს დიდი რიცხვია, დიდი ციფრია, თუმცა ეს არის ის რეალობა, რომელიც არის, ეს არის ის რეალობა, რომელიც პუტინის გამო არის შექმნილი და ეს არის ის ომი, რომელიც პუტინის გამო ვერ მთავრდება. როგორც აღვნიშნეთ, თვითონ ტრამპაც თქვა, რომ არ არის დარწმუნებული, რამდენად შეაწუხებს ეს ტარიფები პუტინს, თუმცა ის ასევე ამბობს, რომ დამატებითი ნაბიჯებისთვისაც მზად არის და პირველ რიგში ეს დამატებითი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, უკრაინის შეიარაღება არის. ჩვენ აქვე ხედავთ, რომ ასე ვთქვათ, ჟღალი ბაზარი არ არის მხოლოდ ის, რომ ტრამპი აპირებს რაღაცა სამხედრო დახმარებას, სენატში შესაბამისი ბიუჯეტები დამტკიცდა უკვე უკრაინული სამხედრო დახმარებისთვის, ასევე საუბარი არის არა მხოლოდ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებზე, არამედ შორიმოქმედების რაკეტებზე, თუმცა სამწუხაროდ ეს ჯერ კიდევ რიტორიკაა, მართალია გააქტიურებული რიტორიკა, მართალია გარკვეული ძვრები უკვე არის, თუმცა ეს შეიარაღება უკრაინაში ჯერ სამწუხაროდ არ ჩასულა და აქვე პეტრიოტების სისტემაზე უნდა ვთქვა, პუტინმა ისიც აღნიშნა დღევანდელ მიმართვაში, რომ ორეშკინის სერიული წარმოება იწყებაო ახარა რუს ხალხს და უფრო ეცადა რომ შეეშინებინა დასავლეთი. რა არის ორეშკინი? ორეშკინი არის ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც 1 წლის წინ დაახლოებით გამოიცადა რეალურ საბრძოლო მოქმედებებში და მხოლოდ ერთხელ ერთი რაკეტა ისროლეს უკრაინის მიმართულებით. თუ მეხსიერება ამღარატობს, დნიპროში ჩამოვარდა ეს რაკეტა და საკმაოდ დამანგრეველიც იყო და რაც გამოარჩევს სხვა ბალისტიკური რაკეტებისგან ორეშკინს არის ის, რომ ბირთვული თავაკების ტარება შეუძლია. ბირთვული თავაკების გარეშე ისეთივე ძლიერი ბალისტიკური რაკეტა შეიძლება იყოს ორეშკინი, როგორც არის სხვა მოდიფიკაციის რუსული ბალისტიკური რაკეტები. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ბირთვული თავაკის გარეშე არაფერი განსხვავებული არ იქნება, ამბობენ, რომ უფრო მეტი თავდაცვის უნარიანობა აქვს მის ჩამოგდებას. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ 1 წლის წინ თქვეს, რომ აი პირველ როცა გაისროლეს უკვე ვიწყებთ სერიულ წარმოებას და 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დღეს კიდევ ერთხელ თქვა პუტინმა, რომ დავიწყეთ სერიული წარმოებაო, არავინ იცის დაიწყეს თუ არა, თუმცა რომც დაიწყოთ, ჩვენ ნახავთ ცოტა ხანში ბრძოლის ველზე და თუ კი ვიმსჯელებთ იქიდან გამომდინარე, რომ პეტრიოტებს უპრობლემოდ შეუძლია სხვა ტიპის ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება, შესაძლოა სწორედ ორეშკინი გახდეს ორეშკინზე განცხადება პუტინის მხრიდან გახდეს საბაბი და დამაჩქარებელი იმისთვის, რომ პეტრიოტები უფრო მალე ჩავიდეს უკრაინაში. ამიტომ ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ბრძოლის ფრონტზე, ბრძოლის ველზე ამ მიმართულებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფრონტის სამხრეთით საკმაოდ ძლიერი და მძლავრი შეტაკებები არის, მათ შორის პოკროვსკის მიმართულებაზე და დღესვე ამ განცხადების შემდეგ უკვე გავრცელდა პუტინის განცხადებას გულისხმობ, გავრცელდა კადრები ლუკაშენკოსთან ერთად, სადაც ლუკაშენკო ამბობს, რომ აი მალეო კონსტანტინოვკას ავიღებთო და უბრალოდ არა, ბოდიში კრამატორსკს ავიღებთო და ეს იქნებაო ამ ომის ერთ-ერთი გარდამტეხი ეპიზოდიო. კრამატორსკი არის დონეცკის ოლქის ქალაქი, ერთ-ერთი მოსაზღვრე უკვე დანარჩენ უკრაინასთან, თუმცა ფრონტი კრამატორსკისთან ძალიან ახლოს იყო 2022 წელსაც, ანუ 2014 წლის საომარი კამპანიის დროს აი ამ კრამატორსკის სლავიანსკის მიმართულებაზე ავდიივკა ამ მიმართულებაზე გაიყინა ფრონტი, იქ ფორტიფიცირებული არის და ამ 3 წელიწად ნახევარში პუტინის ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ ბლიცკრიგით სწორედ ეს დონეცკის ოლქზე გასულიყო ბოლომდე ადმინისტრაციულზე, თუმცა 3 წელიწად ნახევარში ვერ მოახერხეს კრამატორსკის და სლავიანსკის აღება. ნახოთ როგორ განვითარდება მოქმედებები, თუმცა როგორც ჩანს, მაინც პუტინი აი ამ რაღაც დიდ საომარ საზაფხულო კამპანიაში იმედოვნებს, რომ ამ 4 ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გავა, თუმცა ჯერჯერობით რაიმე რეალური და ხელშესახები წინსვლა ამ მიმართულებით არ არის, თუმცა სამწუხაროა ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, მათ შორის
ცხადია ჯარისკაცები, როდესაც ფრონტზე ვსაუბრობთ, მაგრამ პუტინი აი ამ ურეშკინს დელაპარაკეთაც, როგორც ჩანს, მაინც იმედს ამყარებს უკრაინის გატეხვაზე და სწორედ ამიტომ უნდა ველოდოთ მშვიდობიანი ქალაქების ქალაქებზე სარაკეტო იერიშების გაძლიერებას იმისთვის, რომ როგორღაც უკრაინული წინააღმდეგობა, ერის წინააღმდეგობა გატყდეს და როგორღაც თვითონ უკრაინის შიგნიდან მაინც მოხდეს ისეთი რყევები, რაც პუტინს საშუალებას მიცემს თავის მიზნებს მიაღწიოს. მოკლედ, დღეისთვის სულ ეს იყო. კიდევ ერთხელ შევაჯამოთ, პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ სულ არ მადარდებს შენი გეგმები როგორია, მე ჩემი გეგმები მაქვს და ტრამპმა პრაქტიკულად არა პირდაპირ მნიშვნელობით პუტინის საპასუხოდ, თუმცა პუტინის ამ განცხადების შემდეგ ორი ბირთვული წყალქვეშა ნავი დაძვრა შესაბამის რეგიონში და გასაგებია, სადაც შეიძლება ეს იყოს. როგორც ჩანს, მართლა და რეალურად ცხელი აგვისტო იქნება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მადლობა რომ მიყურეთ. შეგახსენებთ, თუ არ კარგავთ გამოწერილი, გამოიწეროთ, დაალაიქოთ, გააშეროთ ვიდეოები თქვენ სოციალურ ქსელებში. ნახვამდის.